დღეს დიდადეშინია იმისი თქმა, რომ რუსეთი მტერია, რუსეთმა ომი გამოგვიცხადა, დღეს და 9 აპრილს კი არ გამოგვიცხადა რუსეთმა ომი. არამედ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა ჩვენ 200 წლის წინ. და მაგის მერე ჩვენს პატრიარქებს, დიდ და წმინდა პატრიარქებს, ჩვენ დიდ ერისხალს ყოველთვის დევნიდა და ყოველთვის მოსაკლავად მოსდევდა და ეს გეგმებია დღეს რუსეთს მეტი სხვა გეგმა საქართველოს მიმართებაში არ აქვს და საერთოდ ესეთი რამეა, რომ დიპლომატია ხშირად ხმარობენ ამას. დიპლომატია მტერთან არის მხოლოდ ერთი რამე, პირველი რომ დაინახო ის მტერია. აღიქვა ის რომ ის მტრად და შეხედო მას რომ ის არის მტერი და თქვა რომ ის არის მტერი. და ამის შემდეგ შეგიძლია მასთან არ ვიცი მე ეს რა ფორმით ახდენენ და მაგ ნებში ვერ შევალ, მაგრამ ზოგადად ვამბობ რომ მტერია ეს უნდა თქვა პირდაპირ. და ყოველთვის უნდა იყოს მტკიცე და ურყევი ამაში და ამისი თქმის არ უნდა შეგეშინდეს. ვინც არ უნდა იყო და გასაფეხურჯეს არ უნდა იდგეს ადამიანი და დღეს გასაკვირისათვის საქართველოში გმირობად იქცა ამისი თქმა, რომ რუსეთი არის მტერი და რუსეთმა ომი დაგვიწყო უკვე 200 წლის წინ და დღემდე ამ წუთამდე გვებრძვის და აგერ მისი ჯარი სადგას ახლოს და მასზე ვერ ამბობენ რომ მტერია და არ ვიცი რაღაც ისე ეშმაკურად რაღაცებს ცდილობენ რომ გამოიყვანონ რუსეთი ისე რომ თითქოს და ჩვენი მტერი არ არის ეს კიდე ცალკე უბედურებაა, მაგრამ საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს ამაში და ყოველთვის უნდა ვიყოთ ანწუხელიძეს მსგავსი ძლიერები, მტკიცენი და უნდა მივემსგავსოთ ესე დიდ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ იმისი ძალა და იმისი სიმტკიცე და სიჯიუტე და სივაშკაცე, რომ ქართული დროშისთვის ფეხი არ დაედგა და ერთმა მისი ძალა მოცით გაიხარეთ, რომელსაც დაესწრო.